გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ხვიჩას სიმბოლურ ნაკრებში, ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუგებრობა პარიზულ კლუბში. ვიდეოს დაწყებამდე კი ყველას მინდა მოგილოცოთ ახალი 2026 წელი. მე კი შევეცადე რომ თქვენთვის ახალი და საინტერესო ინფორმაციები მომეწია. ხოლო ჩვენ კი შევეცადოთ რომ ავიდეთ 1500 მოწონებაზე. ასევე დააჭირე გამოწერის ხილაკს და ვცადოთ რომ ამ ვიდეოთ 97,000 გამომწერს მივაღწიოთ. მადლობა თუ შენახლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. დაბედიელი საზონოს ტორინოში საბაზე ისაუბრეს. ტორინოს თავკაცმა მარკო ბარონიმ ვერონასთან მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მათ შორის კი ისაუბრა ხარების ქართველ მცველზე საბა საზონოვზეც. სპორტულ დირექტორთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ერთი რამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაითავისოს. სატრანსფერო ფანჯარა გრძელია და შესაძლოა დიდი ძალები წაგვართვას. არ მინდა ამაზე ენერგიის დახარჯვა და არც ფეხბურთელებს მიცემ ამის საშუალებას. და სიზამს კლუბი თუ ვინმე წასვლას მოითხოვს? რამდენიმე ფეხბურთელმა იცის რომ კარგი შეთავაზების შემთხვევაში წასვლა შეუძლიათ. ტრამვები ქონდა და ამის გამო საზონოვი განაცხადში დავაბრუნეთ. თუმცა ვიმეორებ, არ დავუშვებ რომ რომელიმე ფეხბურთელმა ყურადღება მოადუნოს და ფეხბურთის გარდა სხვა რამეზე იფიქროს. განაცხადა მარკო ბარონი. ხოლო როგორც იცით, ზაფხულში საზონოვი ხეტაპეში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კლუბებმა საჭირო დოკუმენტების გასვლა ვერ მოასწრეს და ქართველი მცველი ტურინში დარჩა. ამიტომ ტორინომ საბა განაცხადს მიღმა დატოვა. თუმცა დეკემბრის მეორე ნახევარში მცველების ტრამვების ფონზე საზონოვი განაცხადში დაბრუნდა და სასუოლოსთან მატჩი სათადარიგოთა სკამზეც იყო. იტალიური მედია კი წერდა, რომ 23 წლის მცველი დიდი ალბათობით ტორინოს იანვარში დატოვებს, ვინაიდან ზაფხულში ის უკვე თავისუფალი აგენტი ხდება და ხარებს მისი უფასოდ გაშვება არ სურთ. მოვუფრთხილდი, რატომ დაამშვიდა ვოტფორდის თავკაცმა ჩაკვეტაძის ფანები. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი წელი შედეგიანი მოქმედებით დაიწყო. ვოტფორდის ქართველმა ნახევარმცველმა 1 იანვარს ბირმინგემთან საშინაო დაპირისპირებაში საგოლე გადაცემა მიითვალა და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ჩაკვეტაძემ, რომელმაც ჩემპიონშიპის 25 ტური შეხვედრა ვოტფორდის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ასისტენტობა ტომინს უკვე მე-9 წუთზე გაუწია. ამ უკანასკნელმა კი ჰეტრიკის გაფორმება შეძლო. თუმცა ვოტფორდის თავკაცმა ხავი გრასიამ გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ შეცვალა. ეს გადაწყვეტილება კი გუნდის თავკაცმა შემდეგი სიტყვებით ახსნა. დიახ, ის კარგ ფორმაშია. შემდეგი მატჩისთვის მზად არის. ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ჩავთვალე რომ შევდა ისოტათი დამეზოგა. ზედმეტად არ დავტვირთე და დასვენების საშუალება მივეცი. განაცხადა ხავი გრასიამ. ასევე გიორგის შესახებ კომენტარი გამოცემა ვოტფორდ ობსერვერმაც გააკეთა. მან დიდი შტაბეჭდილება მოახდინა 10 ნომრის პოზიციაზე. ახალი წლის დღეს მან ტომინ სუსტად გათვლილი გადაცემით პირველი გოლი გაატანინა. ამის ფონზე კი მისი ახალი ტრავმა გუნდისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა. თუმცა გუნდის თავკაცმა ხავი გრასიამ მატჩის შემდეგ დაადასტურა რომ ფეხბურთელი კარგადაა და მზადაა კვირას ჰალ სიტის წინააღმდეგ ითამაშოს. წერს ბრიტანული გამოცემა. მე კი დავძენი იმასაც რომ 25 ტურის შემდეგ ვოტფორდი ჩემპიონშიპში 41 გულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. შესაბამისად გრასიას გუნდი პრემიერ ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ჩადებული ინვესტიციის გამართლება დაიწყო, რაც წერს ესპანური მედია მიქაუტაძის შესახებ. 25 წლის ქართველმა ფორვარდმა ლა ლიგის მე-18 ტურში სტუმრად ელჩესთან მოგებულ შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ანალიტიკური საიტების შეფასებით კი მიქაუტაძე მოედანზე საუკეთესო იყო, ხოლო მის მიმართ კომპლიმენტები არც ესპანურმა სპორტულმა მედიამ დაიშურა. AC-com საახალწლო დღესასწაულის შემდეგ მიქაუტაძე დაბრუნდა. ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო. საგოლე პასი და გოლი. ხშირად კი თამაში მეტოქის კარისკენ ზურგით მყოფს უწევდა. წერს ესპანური გამოცემა. ასევე კომენტარი ვალ ესპანიამაც გააკეთა. ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერიც ვილიარეალს ლიონისგან 30 მილიონი euро დაუჯდა, მასში ჩადებული ინვესტიციის გამართლებას იწყებს. ასევე მიქაუტაძის შესახებ გუნდის თავკაცმა მარსელინომ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ამა ყიდაკმაყოფილი ვარ. კარგად ვთამაშობ და ეს ამ მატჩმაც დაადასტურა. ეს ფეხბურთია. მიქაუტაძე თუ ერთ დღეს კარგად თამაშობს, სხვა ჯერზე ეს არც თუ შთამბეჭდავად გამოუვა. თავდამსხმელი ძალიან არის დამოკიდებული მთლიანი გუნდის თამაშზე. მისი გადამწყვეტი დარტყმები კი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. შეფასებებში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის ჯერ ახალგაზრდა, ამიტომ სხვა ქვეყანაში თამაშის გამოცდილებით და ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ექნება როგორც კარგი, ისე ცუდი თამაშები, ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდები. თავდაჯერებას კი გოლები შეძენს და ასე მოხდება დღევანდელი მატჩის შემდეგაც. ბარსასთან თამაში მას რამდენიმე წუთიანი შთამბეჭდავი მონაკვეთი ჰქონდა. კვირის განმავლობაში კი საკმაოდ კარგად ივარჯიშა და ჩავთვალე რომ დღეს მოედანზე გასვლას იმსახურებდა. მიქაუტაძეს ჰქონდა მომენტები, ჩართული იყო თამაში, გაიტანა გოლი და შეასრულა საგოლე გადაცემა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგადად კი ახალწვეულებისა და სხვა ეროვნების მოთამაშეების მიმართ ყოველთვის ფრთხილად ვარ. განაცხადა მარსელინო. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა ლიგა 1-ის წლის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა, საპასუხოდ ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტო SofaScore-მა ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. SofaScore-ის ტოპ 11-ში კი პარი სენ-ჟერმენის 3 ფეხბურთელი მოხვდა და ერთ-ერთი მათგანი კვარაცხელია გახლავთ. SofaScore-ის მიხედვით კი ლიგა 1-ში კვარას საშუალო შეფასება
შეფასება 7.27 იყო, რაც სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა. ხოლო მის გარდა PSG-დან გამოარჩიეს ვიტინია და ლუკას ბერალდო. გეტყვით იმასაც, რომ სპორტულმა პლატფორმამ Score 90-მა კვარაცხელია 2025 წლის მეორე საუკეთესო მარცხენა გარემარბად დაასახელა. ქართველ ფეხბურთელს კი მხოლოდ რაფინია უსწრებს. მის შემდეგ კი ვინისიუს ჟუნიორი, ლუის დიასი და მაიკ ლოულის ემოდიან. რაც შეეხება ხუჩას ჯანმრთელობის მდგომარეობას, დღეს ანუ 4 იანვარს ლიგა 1-ის მე-17 ტურში PSG პარის უმასპინძლებს. ფრანკი ჟურნალისტის არტურ პეროს ცნობით კი კვარაცხელიამ გუშინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც უახლოეს მატჩში მისი თამაში საეჭვოა. წყაროსნობით ხუჩა ამჟამად სახლშია და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ლუის ენრიკე კი ქართველთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებს. არსებულ ვითარებას კი პარიზული გუნდის ფანები საკმაოდ ემოციურად ეხმაურებიან. ოღონდ მისი ტრავმა არა, კვარა ძალიან საჭიროა. იმედია ყველაფერი კარგადაა და ის მალე დაბრუნდება. ის ჩვენი შეტევის ლიდერია, მის გარეშე გაგვიჭირდება. დავით ანჯეთ ტრავმებით. იმედია ხუჩა ჯანმრთელადაა და პარიზთან ითამაშებს. საყურადღებოა, რომ ამ ეტაპზე PSG შეტევის ლიდერები სათანადო ფორმაში არ იმყოფებიან. ამიტომ კვარაცხელიას არ ყოფნა გუნდისთვის სერიოზულ დანაკლის წარმოადგენს. ამას კი ემატება დემბელეს სიტუაციაც, რომლის გარშემო ცოტა ხნის წინ მედიაში საკმაოდ ხმაურიანი ინფორმაცია გავრცელდა. უსმან დემბელეს კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს და წესით სანერვიულოდ საქმე არ უნდა კონდეს, მაგრამ ცნობილი ფრანგული არხი კანალ პლუსი სანდო წყაროზე დაყრდნობით სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ ფრანგ ფეხბურთელს PSG-ს თავკაცთან ლუის ენრიკესთან ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ანალოგიურ შემთხვევას ადგილი დაახლოებით წელიწადნახევრის წინაც ჰქონდა და მაშინ მხარეებმა უთანხმოების მოგვარება შეძლეს. ამჯერად კი როგორც ვრცელდება ინფორმაცია, დემბელე გაღიზიანებულია იმის გამო, რომ წელს ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობის საშუალება არ ეძლევა. ფრანგის აზრით მან ტრავმისგან გამოწვეული დისკომფორტები უკან მოიტოვა, თუმცა საპირისპირო აზრზეა ლუის ენრიკე, რომელიც ფლამენგოსთან შეხვედრაში უსმანის მიერ რეალური საგოლე მომენტების გამოუყენებლობით იმდენად აღშფოთებული იყო, რომ მისთვის საჯაროდ შენიშვნის მიცემასაც არ მორიდებია. ენრიკე ფიქრობს, რომ დემბელე სათანადო ფორმაში არ იმყოფება და ჯერჯერობით ის ძირითადისთვის მზად არ არის. ამას კი ემატება ისიც, რომ ფრანგი ფეხბურთელის გარემოცვას არ მოსწონს PSG-ს ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტი, რომელიც ბონუსურ სისტემაზეა დაფუძნებული და თვლიან, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იმსახურებს. ამიტომ თუ ახლოეს პერიოდში მხარეები საერთო აზრამდე ვერ დავლენ, შესაძლოა დემბელესა და PSG-ს ქსები გაიყოს. ბარსა სატრანსფერო ბრძოლაში ჩაერთო, დაიმატებს თუ არა კატალონიური კლუბი კანსელუს. ალ-ჰილალის პორტუგალიელი მცველი ჟოაუ კანსელუ დიდი ალბათობით კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრისიო რომანო წერს. წყაროს ინფორმაციით ინტერმა მიმართა ალ-ჰილალს კითხვით იჯარის პირობებისა და გარიგების შესაძლო სტრუქტურის შესახებ, მაგრამ საქმეში ჩაერთო ბარსა და ივენტუსიც. მოგეხსენებათ, ბარსას დაცვაში პრობლემები აქვს და კანსელუს დამატებით ისინი ამ პრობლემის მოგვარება შეძლებენ. კანსელუს კი თამაში დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია, რაც ბარსას ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოუგვარებს. თუმცა ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, ბარსას ტრადიციული პრობლემა აქვს. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა ფინანსებს ეხება. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ კანსელუს პრიორიტეტი ბარსაში თამაშია, ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა ეს ტრანსფერი ვერ შედგეს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.